მოგესალმებით, ლიტერატურული სამკუთხედი იწყება. სანამ ალბათ ახალი საკითხების შესახებ გიამბობთ და გაგიზიარებთ ჩვენ შთაბეჭდილებებს ამ წიგნების შესახებ. ალბათ ყველას ის რაც გვაწუხებს ამის შესახებ ჯობია ვისაუბროთ. პირველ რიგში ამ შემთხვევაში ის სიუჟეტსაც ვადევნებდით თვალს, ალბათ მნიშვნელოვანი არის ის, რომ პირადად ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად, ყველა იცით, თვალსადევნებთ მიმდინარე ამბებს და სამწუხარო რეალობაა ის, რომ ეს არ არის არც პირველი და გვინდა ვიფიქროთ, რომ ეს იქნება უკანასკნელი და ბოლო. ჩვენ რაღაცნაირად მივეჩვიეთ ტერორის ამ ფორმას, როდესაც ყველაზე მთავარზე სიტყვის თავისუფლებაზე არის გალაშქრება და როგორც თვალს ვადევნებთ, რაღაც ერთ ადგილას არ გაჩერებულა, ხო? ახლა რაღაც წინა კვირაში კიდე სხვა ამბავი იყო, ახლა უკვე პიკს აღწევს ეს ყველაფერი. და პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი სოლიდარობა მათ ადამიანებს რომლებიც არ ნებდებიან და ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც მაგალითების მიხედვით გვაქვს გამოცდილება ყოველთვის ამართლებს არ დანებება ცხადია ძალიან რთულია ეს ძალიან რთული მდგომარეობა ჩვენც გაგვივლია ვიცით რას ნიშნავს ეს და რაღაცნაირად ხარს გიჭერ რომ ასე გვეუბნებოდნენ ხო თითქოს სიტყვებია და თითოეული ადამიანის ძალიან დიდი ძალისხმევა არის საჭირო მაგრამ ჩვენი გამოცდილებით გირჩევდით, რომ აუცილებლად ბოლომდე ასე გეჭიროთ, უთხრათ ჩვენს თანამოქალაქეებს და მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, ყურადღებით უნდა მივადევნოთ ჩვენ თვალი და ბოლოს და ბოლოს რაღაცნაირად იქნებ ბოლო აღმოჩნდეს ამ ქვეყანაში ეს განპირობებული არის ალბათ იმით თუ ყველანი ერთად ჩავარდებით და არ განვიხილავთ ერთი კონკრეტული ტელევიზიის პრობლემად როგორც ხშირად ხდება ხოლმე. თუმცა ეს რო საუბარი არის ტელეკომპანიაზე რომელიც არ არის ასე ვთქვათ კერძო ტელეკომპანია საზოგადოებრივი მაუწყებელი და ორმაგად საგანგაშო არის როდესაც ესეთი ტიპის შეტევა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ამავდროულად პირდაპირი გზავნილი არის ხელისუფლების რომ ეს შეტევა ხორციელდება იმის გამო რომ ჟურნალისტები იყვნენ კრიტიკულები ძალაუფლების მქონეთა მიმართ და ეს არის ძალიან საგანგაშო ამ შემთხვევაში ცალსახად ხო მე ვთვლი რომ საზოგადოებას უფლება აქვს რომ შეინარჩუნოს ვინაიდან ამაში თითოეული გადასახადის გადამხდელი იხდის ფულს შესაბამისად უაღრესად მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სწორედაც რომ იყოს კრიტიკული სწორედაც რომ იყოს თავისუფალი პოლიტიკური და ძალაუფლების გავლენებისგან წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის რომ ჩვენი გადასახადის გადამხდელების ფულით ხდება ბიძინა ივანიშვილის პარტიული ტელევიზიების დაფინანსება და ეს არის დაუშვებელი სამწუხაროდ ამის ნიშნები არის ცენტრალურ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და როგორც ჩანს ესე იგი ძვალად გაეჭხირათ ხელში უკვე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სოლიდარობა საზოგადოების მიმართ სხვადასხვა ხშირად ისმის ხოლმე მაგალითად ჩვენი არხის მიმართ კრიტიკა რომ ჩვენი არხი არის მიკერძოებული საქმე იმაშია რომ ჩვენ შეიძლება ვიყოთ მიკერძოებული ჩვენ ვართ კერძო ტელეკომპანია და სრული უფლება აქვს ამ ტელეკომპანიის მფლობელებს ჰქონდეთ თავიანთი სარედაქციო პოლიტიკა ისეთი როგორცაც იმ თვლიან და ჩვენ გვაქვს უფლება ამას ვეთანხმებოდეთ ან არ ეთანხმებოდეთ ასევე და თქვენც ეთანხმებოდეთ ან არ ეთანხმებოდეთ მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის არავის ჯიბის საკუთრება რა კი ამაში ჩვენ ვიხდით ძალიან ბევრ ფულს და არა ცოტას სხვათა შორის ეს არ არის ცოტა მიმულია პირდაპირ მშპ-დან და ყოველწლიურად დადი ბიუჯეტი აქვს და ძალიან დიდი ბოდიში და არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ჩემი ჯიბიდან გადახდილი გადასახადებით ბიძინა ივანიშვილის პირადი ბოსტანი ვაფინანსო. მით უმეტეს ამ კაცს აქვს თავისი დაფინანსებული არაერთი ტელევიზია და რაღაცნაირად ეს ბრძოლის ეს ხაზიც არის ზუსტად თავისუფლებისთვის ჩვენი ზოგადად ყველას თავისუფლებისთვის ბრძოლის ხაზი ასე რომ ჩემი სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას და არ მინდა რომ ეს კიდევ ერთხელ გაუვიდეთ. კი, და ერთგვარ ტრადიციად ქცეული არჩევნების წინ რაღაც მოსუფთავება ველის, რომელიც შენთვის შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს, როგორც მართველი, ასე ვთქვათ, პარტიისთვის ტრადიციაა. ჩვეულებრივად იქცა. კი, და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ აი ამ გამბედაობას ჟურნალისტების, აიგივე თემაკურიძე, რომლის გათავისუფლებასაც აი ახლაც მიმდინარეა ეს პროტესტი, იმიტომ რომ ჟურნალისტები ერთიანად შეკრულებიან
არიან და იცავენ თავიანთ უფლებებს და ჩვენ გვიცავენ სინამდვილეში, ხო? ჟურნალისტები თავის ესე ვთქვათ ეს პროფესიული ღირსება არის საზოგადოების დაცულობისთვის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავიგოთ ინფორმაცია თავისუფალი სიტყვა იყოს დაცული და ასე შემდეგ. რაც ეს დირექტორი მივიდა აჭარის ტელევიზიაში, აი ეს ადამიანი აღარ მახსოვს გვარი, ეს სრული ასე ვთქვათ ესეთი კლასიკური საბჭოური რაღაც აგრესიული თან ყოველგვარ ეთიკას მოკლებული პროცესები დაიწყო. ნუ ეს ანუ იმედენად სუბიექტურად პოლიტიზირებულია და პარტიული არის ეს ხალხი, რომელიც ამ მაუწყებელში არის, ანუ ერთი მართველი პარტიის რაღაცა მონური დამოკიდებულებით, აი არანაირად რო არ უფრთხილდებიან არც თავის რეპუტაცია, საერთოდ რო არ აინტერესებთ. ეს კიდე რაღაცა ახალი მოდელია, ხო? ანუ იგივე თვითონ საზოგადოების მაუწყებელში თბილისშიც, ხო? არანაირი რეპუტაციული პრობლემა არ აქვს ადამიანებს. საერთოდ არ აინტერესებს ხალხი მასზე რას ფიქრებს, იმდენ მნიშვნელოვანი მონური რაღაცა ინსტინქტი. ის გამახსენდა ეხლა თუ მე ყოველთვის ეს მახსენდება ხო ჩემთვის ანტიკრიული ფაქტი. როდესაც ზვიადრატიანის წინააღმდეგ გამოიყენეს საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორც ინსტრუმენტი, რომლითაც მოხდა მასზე მეორე შეტევის მეორე არაკმარის კაცის რო დაიჭირეს, აწამეს, გალახეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, ეს ყველაფერი არაკმარეს და მეორე ფრონტი გაუხსნეს საზოგადოებრივი. სწორედ რეპუტაციული ეს კიდევ უფრო მიუღებელია, იმიტომ რომ ან ჩემთვის მაგალითად ეს ყველაფერი ესე გამოიყურება, რომ მე ვაფინანსებ არხს, რომლითაც ჩემ კოლეგას ურტყამენ და ამის წინააღმდეგ პრაქტიკულად ამიტომაც ეს თვითონ მათ განცდა აქვთ, რომ ეს მიინავლა არ მიინავლა სანამ პირში ჩვენ ჯერ ერთი ყოველთვის გავახსენებ პრემიერ გახარიასაც. ხო და ჩვენ რამდენიმე ჩვენს კოლეგებსაც უკვე წლებია ბოიკოტი გვაქვს გამოცხადებული პირველ არხთან საზოგადოების მაუწყებელთა მიუხედავად რომ ვიმეორებ რომ შესანიშნავი ჟურნალისტებიც მუშაობენ ინდივიდუალურად, მაგრამ ზოგადად მაგ პერიოდში ბოდიშიც არ მოუხდიათ ზვიადრატიანისთვის, ხო? შენც მუშაობდი, მაგრამ ხო წამოხვედი ამას გარ გულისხმობ რომ ადამიანმა არა ესეთი მტკივნეულია თუ მაგიტო ვამბობ, ეს უფრო მტკივნეულია რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხდება ინსტრუმენტი, იმიტომ რომ ეს ამაში შენი პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია ვიდრე როცა რომელიმე კერძო ტელეკომპანიას აქვს თავისი სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც შეიძლება შენთვის მიუღებელი იყოს და მათ შორის თუნდაც არაეთიკური, ხო? ეხლა მე ის გავახსენდა რა ქვია. ერთ-ერთი არაეთიკურ ტელევიზიაზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ესეთი დამფუძნებელი მამა იჯდა ამ რამდენიმე დღის წინ ეთერში და ჩვენ გვეძახდა ამორალურებს, ან გულისხმობ კრიტიკულ მედიის წარმომადგენლებს, ადამიანს, რომელსაც თვითონ არანაირი მორალი არ გააჩნია, აქეთ ისრო და ტალახს არ. ეგ სხვა ამბავია რა, ეგ არ მადარდებს, როცა რაღაც კერძო კომპანიაში არსებობს რაღაც არის კი ხო წერს რომ ყველაზე დიდი მორალისტები როგორც წესი ყველაზე დიდი კურტიზანები არიან საბოლოოდ ესე ხო ნუ გააზრებული თავის ფუნქცია რო არ აქვს ხო რაღაც ტელევიზიის დირექტორობა ვისაც მოაზრებული აქვს რაღაც საკუთარი აბაზარა რო აქვს იმას რა ქვია კაბინეტს და მძღოლი ემსახურება რაღაცა ამ შთაბეჭდილებას ტოვებს ახალი დირექტორი ხო და არა ეს აგრესია ეს მიაჩნიათ რომ მართლები არიან როდესაც ვიღაცის დასჯა შეუძლიათ ხო რომ აბა განსხვავებულად რო ფიქრობს რატომ უნდა ფიქრობდეს რეალურად უპასუხისმგებლობა, რომელიც ამოსავალი წერტილი არის დღეს კიდე სხვა მიმართულებით ჩვენ ქვეყანაში, ასე ვიტყოდი. მე ალბათ თქვენც ნახეთ Facebook ძალიან ენერგიული ენერგი მაქვს. ხო, საჭიროა. Facebook გვერდზე წერდა ერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც ასევე ჩამოვიდა იტალიიდან, რომელიც რას შეესწრო, ასე ვთქვათ, აეროპორტში, ამ სცენას აღწერდა. ვიცი რომ ბევრისთვის არ იქნება აღმოჩენა ეს, იმიტომ რომ როდესაც აეროპორტში ჩავდივართ ხომ და სულყვები ბარგს ველოდებით, ქართველები როგორც დგანან, ბარგთან რა დისტანციაზეც დგანან იქ რომ სხვას არ უშვებენ, აქედან იწყება ალბათ ყველაფერი, ხო, ასეთ სხვა ქვეყანაში ეგ არ მინახავს. და შენ ვერ დაინახო შენი ჩემოდანი, თუ აქეთ გეხარ პატიოსნად, არა, მე უნდა დავიტაცო ჯერ 1 საათი რომ წვიდგე მაინც. კი ბატონო. შესაბამისად ეს არ იქნება უცხო, ხო, ბევრი ასეთი გვინახავს, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ რომ ჩამოხვედით იტალიიდან და კანონია ასეთი რომ სიცხე უნდა გაგვიზომონ, ხო? დგანან ექიმები, ასევე რაღაც სამართალდამცავები და ასეთი რიგი არსებობს. აი ეს გოგო წერდა იმის შესახებ, როგორ იქცეოდნენ იტალიიდან დაბრუნებული მოქალაქეები, რომ ჯიუტობდნენ, რომ რატომ უნდა გავიზომოთ, რომ არ გავიზომავ, რომ ძალიან ეჩქარებათ სახლში, რომ ელოდებიან ბავშვები, მეუღლეები, ჩემოდანი, რაღაცა ამბავი და ეს ახლა დაუმორჩილებლობა. მაშინ როდესაც რამდენიმე ადამიანი მართლა პირდაპირ გაგები ჩუაზე იხევა იმის
იმისთვის რომ რაღაცა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და შედეგი შემდეგ არის ის რომ საერთოდ იმდენად აბსურდული არის სიტყვა თვითიზოლაცია, მე რომ მკითხო უმრავლესობა ჩვენი მოქალაქისთვის, რომ რა თქმა უნდა, ხომ არა, ეხლა პასუხისგებლობა რაღაცა ელემენტარული რაციონალიზმი ხო არის? არა, მაგრამ მოდი ეს არის მავნებლური უპასუხისგებლობა. ეს უპასუხისგებლობა ყველაფერზე ასახული ქალაქში და ქვეყანაში. შესაბამისად სიცხის გაზომვასაც გააპროტესტებს. ჩემი მშობლიური ქალაქი თელავი, სადაც ასე უპასუხისმგებლო ადამიანთან მიმართებით ძალიან დიდი მხილება იყო სალონში. მოიქცნენ თელაველები და ეს ადამიანი აფხილეს და აიძულეს დამორჩილებოდა. თან თელავში ყველაფერიც ის ვისაიდან ჩამოვიდა. არა, თვითონ ტრაბახობდა რომ იქ ყვებოდა, იქ რო იჯდა. იტალიიდან ჩამოხვედიოდა და ამათმა მიმართეს შესაბამის ცხელხაზზე დარეკეს ნომერი. ასეთი ვერსიაც არსებობს. ასე რომ მიბაძეთ თელაველებს პასუხისგებლობა. ასეთი ისიც იყო რაღაც ერთგვარი კრიტიკა, რომ ნუ ვაბულინგებთ იტალიიდან ჩამოსულებსო და ახლა არავის არავინ არ აბულინგებს, უბრალოდ როდესაც მიუყვებით რაღაც არსებულ წესს და კანონს, მე ვფიქრობ, ამით ელემენტარულია ვიცავთ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და სხვა ადამიანებს, იმიტომ რომ როგორც გაირკვა შემდეგ ეს ყველაფერი კანონითად ისჯება თუ ასე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თქვათ შენი უპასუხისმგებლობა პირდაპირ სასიკვდილო საფრთხეს შეიძლება აღმოჩნდეს სხვა ადამიანებისთვის და ეს არის აბსოლუტურად ეს აღარ არის უბრალოდ უწესრიგობა თქვათ, როდესაც ჩვენ ეს ხორცში გამჯდარი. ხო, მაგრამ ტორეს, შენი არასწორად დაპარკინგებული მანქანაც ხომ სხვას შეიძლება უქმნიდეს სიცოცხლოდ. არა, შენზე არ ვამბობ, საერთოდ ვამბობ. ანუ არასწორად გაჩერებული მანქანაც შეიძლება იყოს გამომწვევი ავარიის, ხო ასე? რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი, ხო, კი, არა მარტო ავარიის, როდესაც შენ აპარკინგებ მაგალითად ტროტუარზე და ბავშვი მოყავს ადამიანს ის ვეღარ ატარებს და იძულებულია გზის სავალ ნაწილზე გადავიდეს, საფრთხეს ქმნის. მაგრამ რამე რომ მოხდეს არ გგონია რომ ამის ნაწილია, როდესაც არ ემორჩილები წესს რომ რაღაცა რიგში ჩადგე და სიცხე გაიწვა, საერთოდ თვითიზოლაციაში ამყოფო თავი. რა თქმა უნდა, ამის ნაწილია, თუმცა ეს არის კონკრეტული საფრთხე ძალიან, რომელიც ალბათობაზე აღარ არის დამოკიდებული. ანუ თუ იქ იმის ალბათობა რომ ეტლიანი ადამიანი გამოივლის, მერე მას მოუწევს გზაზე გადასვლა და იქ შეიძლება ინციდენტი მოხდეს, გაძლებით დაბალია. ალბათობა იმის რომ შენ შეიძლება კორონავირუსი გადასდო. მაღალია, ამიტომ უფრო მაღალი უნდა იყოს შეგნება. შესაბამისად ამ ნაწილში მაინცაც ეს ალბათობა ძალიან მაღალია, ხო შეგიძლია რომ რაღაცა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოიქცეთ. ზოგადად აბსოლუტურად გეთანხმები რომ ეს ყველაფერი მოძრაობაშიც გამოიხატება, შრომის უსაფრთხოებაშიც გამოიხატება, როდესაც ადამიანები უმცირესობებთან დამოკიდებულებაშიც გამოიხატება, საკუთარ ოჯახის წევრებთან დამოკიდებულებაში, ქალებთან მიმართებაშიც, რომლის მაგალითიც ძალიან ტრაგიკულია ჩვენ ქვეყანაში და ხო. ნუ ეხლა აბსოლუტურად. იცი რა არის ზედაპირულად შეშფოთებულობა ფემიციდის ამ სურათზე. ზედაპირულობაში იმას ვამბობ, რომ ხო, ნახე სიუჟეტი შეწუხდი, წახვედი, გააგრძელე ეს არა. თითოეული ადამიანისთვის უნდა იყოს საგანგაშო ეს ყველაფერი, იმიტომ თითოეული ადამიანი ქმნის ამას ეხლა მოდი ესე შევხედოთ, მანდაც ხო ჯაჭვია რა. ჯაჭვია ის რომ ჩვენ კულტურაში ვერ მოვახერხეთ რომ ერთმანეთისგან გავყოთ საჯარო და პირადი. ჩვენ ყოველთვის გვერევა ეს ორი რაღაცა ერთმანეთში განსაკუთრებით ისეთ ადგილებში სადაც ცოტა ხალხი ცხოვრობს ერთად და ერთმანეთის ცხოვრებით არიან დაკავებულები. ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ჯაჭვის შედეგი. რა თქმა უნდა მე შორს ვარ იმაზრის გარო, ეხლა პასუხისმგებლობა სხვაგან წავიღო, მაგრამ მათ შორის ეხლა ჩვენ აქ ბევრჯერ გულაპარაკია ამაზე რომ აგრესია რაღაცნაირად ამ ქვეყანაში ცხოვრების წესად ითვლება და ნორმალიზებულია, ხო? რეალურად მე მაგალითად შემიძლია ვთქვა რომ არ არსებობს დამცავი ვერანაირი სასჯელი ვერ იმუშავებს კარგი დამცავ მექანიზმად თუ ამას არ ერთვის თან სწორი საზოგადოებრივი შეფასება. როდესაც რა ვიცი ხა მოდი ესე ვთქვათ რა, როდესაც ადამიანი საკუთარ ცოლს კლავს, მე ამ ადამიანთან მიმართებით კიდე შენ ვაპარაკობ რომ დედა რა კარგი ბიჭი იყო, ო ეს როგორ დაგვემართა და მე ეს ადამიანი იმ საპატიმროდა რომ გამოდის როდესაც ქმარი ექცევი, მე მაპატიეთ, მაგრამ შენს მკვლელი ხარ ამ დროს რა შენ თუ მკვლელებთან მიმართებით სწორი დამოკიდებულება არ გაქვს, შენც ხარ ამ მკვლელობისთან ამონაწილე ბუნებრივად. როდესაც ქმარი კლავს სოლს, თორე საერთოდ არ გვაინტერესებს ანარაელი წინა ისტორია და რა თქმა უნდა. და სოჭოის ესეც იცის რა. ზოგადად ხელელობას ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ უნდა მოუწოდოთ. საერთოდ ამორალურია ამ შეკითხვის დასმა, რა მოტივი ქონდა? რა მოტივი ქონდა? რა მოტივი უნდა ქონდეს მანიაკს? ჩვეულებრივი ფსიქოპატია
დაკომპლექსებული მანიაკი, არანორმალური, რომელიც კლავს ცოს ან ყოფილ ცოს როგორ ბედავს. კალი რომ მისგან დამოუკიდებლად მოდი მე პირდაპირ დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. მოტივი ჯერ არ არის დადგენილი მიზეზი. რა მიზეზი უნდა იყოს გარდა იმისა, რომ მკვლელი არის მანიაკი? ამაზე უფრო ან ტექნიკური რაღაც ან საზოგადოება მე გამოდის მეზობელი თუ ნათესავი თუ ვიღაცა, რომელიც ეს სრულიად გაუაზრებლად ხდება, ან რაღაცა ჩვენ კულტურულ, უბრალოდ ანტიკულტურულ კოდშია ჩადებული. გადასარევი ბიჭია, აუქს ვერ ვიტყვი, ბუსა რა აფრედა, რა არის გადასარევი, რა არის? შავს შავი უნდა ერქოს, თეთრს თეთრი, მარტივად. მანიაკი არის მანიაკი. ერთი რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ადამიანის კვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს გარდა ერთ-ერთი შემთხვევისა, თუ ადამიანი იცავს საკუთარ სიცოცხლეს. ამის იქით არანაირი გამართლება კვლელობას, როგორც აქტს არ შეიძლება კონდეს. და როდესაც ჩვენ მკვლელებს ვეკონტაქტებით, რაც პატივისცემით ვექცევით და ეს არის პრობლემა ამ ქვეყანაში. მე არ ვამბობ, რომ ადამიანი საპატიმროდან რომ გამოდის სტიგმის ქვეშ უნდა იყოს, მაგრამ როდესაც ეს ადამიანი ამ ადამიანში ცვლილება არ არის მომხდარი და ეს ადამიანი ზუსტად იგივე განწყობით ბრუნდება საზოგადოებაში და საზოგადოებას ამაზე რეაქცია არ აქვს. ეს არის კატასტროფა და მე მინდა ვთქვა გულწრფელად, რომ მე არ მგონია იმაზე უფრო აი როგორ თქვა რა, არარაობა კაცი, რომელიც მიდის და აი ამ თავისი უმწეობის და აი ამ სულმდაბლობის და აი საშინელი რაღაც გრძნობით ამ საშინელებას აკეთებს. აი ეს ჩემს არის წარმოუდგენელი ჯერს არ წარმოუდგენელია კაცი ადამიანი როგორ შეიძლება რომ მოკლა და მე როგორ შეიძლება მოკლა ადამიანი რომელთანაც რა ვიცი ცხოვრია და საერთოდ შვილი ყავს და რა ვიცი არა ეს არის როგორი პატარა სუსტი უსუსური არარაობა ხარ რომ არ შეგიძლია ადამიანი შენგან გაუშვა ხო და მე მაინც მგონია რომ კაცები უნდა ლაპარაკობდნენ ამაზე უფრო ხშირად მეტი რა ვილაპარაკობ არის ხოლმე რომ ქალების გასაგონად თითქოს და კაცები თავის ჩანასახში არის პრობლემი ძალიან ბევრი ამბავი იქცა რაღაცა ჩვეულებრივი ყოფითობის ნაწილად. აი მაგალითად, ძალიან ბევრჯერ გამიგია, რომ ახალ გაჩენილი ბავშვი როცა არის სახლში, გადაწყვება კაცი სხვა ოთახში, რომ ბავშვის ტირილი არ აწუხებდეს და დედა იქ არის და დედა უნდა იღვიძებდეს 44-ჯერ ღამე. იმიტომ რომ ბავშვს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ამ დროს, ხო? პრობლემაში ვგულისხმობ დისკომფორტს ბავშვისას, იქ მუცელი, იქ რაღაცა, ასე ჭამა და ასე შემდეგ. ეს ხო ჩვეულებრივი, აბა გადი და კითხე. ჩვეულებრივი ამბავია და რას ნიშნავს? თუ ოჯახი შექმნილია ორი ადამიანის მიერ. იქ რაღაცა ფუნქციაც თანაბრად არის გადანაწილებული. გაიხურავს კარს წავა. აი ეს თითქოს უკვე ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი. უკვე აქ იწყება ამბავი. კი, ასეა. და იმიტომაც ძაღლი რომ მოვიყვანეთ, პატარა რო იყო ლეგვი, კალათში გვეწვა, რა ქვია, საწოლის გვერდით. ნახევარი ღამე მე მქონდა იმის კალათში. აბა რა ესე უნდა იყოს გაყოფილი. ესე ვცვლიდით ხოლმე, ან ნებისმიერ რამე. ვითომ დეტალია, მაგრამ თანაბარი არ არის, ეგ არის ზუსტად ეგ. თავარი არის. ასრობას და ზუსტად ეგ ქმნის იმას, რომ შენ როგორც პერსონა, როგორც ადამიანი არ თვლი, რომ მეორე ადამიანთან რა კი ერთად შექმენი ოჯახი ის ადამიანი არის შენი ნივთი და საკუთრება, რომელსაც შენაც ასრულება არ აქვს და რავი მე მართლა ესე მგონია, რომ მაგაც დიდი სისუსტე და სირცხვილი კაცისთვის, რომ აი არ შეგიძლია ადამიანი, ეგ არც სიყვარულია, არც არაფერი არ არის საერთოდ, აი საშინელება ყველა გაგებით. თან უფრო დამძიმდა და გართულდა, ეხა რაღაცა დანაშაული ყოველთვის მოაზრებული ქონდა, რა მნიშვნელობა აქვს, რომელ საათზე მოხდება, მაგრამ თლად ქალაქის შუაგულში, შუა დღეს და საჯარო რეესტრში და იმაში არ ვიცი, ხალხური ცენტრში. არა, ჩვენ გვესმოდის მარტივად, რომ ამას არ აქვს გამართლება. რაც არა ჩაიდინოს მე სხვა ადამიანმა, თუ ის კონკრეტულად შენ არ გიქმნის, შენ სიცოცხლეს არ უქმნის საფრთხეს, ან სხვის სიცოცხლეს არ უქმნის საფრთხეს, რომელსაც შეიძლება იმ მომენტში შენ იცავდე, არანაირი გამართლება ამას არ აქვს. არანაირი გამართლება არ აქვს იმას, რომ მეორე ადამიანი მე საერთოდ ვერ მესმის მეორე ადამიანის ქცევა როგორ შეიძლება შემოიტანოს შენი ღირსების ნაწილად. მოკლედ პასუხისმგებლობების ჯაჭვია ყველაფერი თავის ბოლომდე. ხა პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში გვერდზე მყოფისთვის, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრია სამუშაო, როგორც ხვდებით ამ ხრივ. საზოგადოებას უპირველეს ეს არის მონების, ეს არის ძალიან კარგი ფილმის ნაწყვეტი ვნახე, სადაც რეჟისორს ჰქონდა, ასე ვთქვათ, აკინძული ის სატელეფონო ზარები, რომელიც 112-ში შედის ქალების მიერ, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ. ძალიან მძიმე ცხადია, მაგრამ როგორც აქცია მე ვფიქრობ, შესანიშნავია და
ამ ხმას მე რომ დიდ დინამიკებში სიამოვნებით დავდგამდის შესაბამის ადგილებში და გავაგონებდი ყველას, ვისაც არ უნდა ამის მკვლელობა ხო არის პიკი, ხო რაღაც პროცესის საშინელი კულმინაცია. მანამდე არის ჩხუბის ხმა, მანამდე არის დევნა, მანამდე არის უამრავი რამ, რომელსაც სიგნალებად მოდის და მეზობელი და ნორმალიზებული. თუ მეგობარი ამ სიგნალებს არ იღებს. ნორმალიზებულია. ხო, რომ ეს მე არ მეხება. აი ცნობილი გამოთქვა, ცოლქმრის ჩხუბი გის მართალი ეგონავდა. ეგ არ არის. უნდა ჩაერიოს ადამიანი, დარეკოს პოლიციაში, 112-ში, ყველაფერი უნდა ქნას. ხშირ შემთხვევაში მოძალადეც ხო იმდენად манипуляტორია, რომ ძალადობის მსხვერპლივე თვითონ შემდეგ ცდილობს, რომ რაღაც პერიოდი ხელი დააფაროს, არ უნდა აქცენტირებს. არა, არ არის. ამ შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დამოკიდებულება არ უნდა იყოს გარეშე პირისთვის გადამწყვეტი. მაინც უნდა ჩაერიოს რაიმე ფორმა. და ზუსტად ერთი კვირის წინ ბულგარეთის მაგალითს ვწყებოდი და ამ ერთ კვირაში კიდე რამდენი საშინელი არა, ორ თვეში ეს არის უკვე ბევრმა ილაპარაკა ჟურნალისტებს ისე და ისე. ძალიან კარგი რო რეზონანსირებულია, მაგრამ როგორ უნდა ხდებოდეს ამის ასე ვთქვათ ტირაჟირება ამ თემებზე საუბარი, აქაც ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ სპეციფიკურია ფემიციდი. სპეციფიკური ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს ამ ადამიანებს. როგორც სუიციდს, როგორც ამბობენ. და ჩვენმა გვესმოდეს, რომ კითხვა რატომ ჩაიდინა მკვლელმა დანაშაული არის არა რელევანტური, არის არაადეკვატური კითხვა, იმიტომ რომ ნორმალური ადამიანები დანაშაულს ვეძებთ. ნორმალური ადამიანები იმსახურებოდი თუ არა? იქნებ იმსახურება. ხო და მაგასაც აი კითხვა ის უკვე პრობლემა, შენ როცა ვერ ხვდები, რატო არ უნდა დასვა ეს. იმიტომ რომ საყარელი ყოლია, იმიტომ რომ ეს, თუ ეგონა. ხო, ეს შეკითხვაში ძევს აი ეს. შეკითხვაში კომპრომატის ძებნის ეს უნდა გავაცნობიეროთ, რომ როდესაც საქმე ეხება მკვლელობას, თუ ეს რაღაც საზოგადოებრივი არ არის, ან ჩვენ კარგად უნდა გვესმოს, რომ კითხვა რატომ ჩაიდინა მკვლელმა დანაშაული არაადეკვატური კითხვაა. ერთი ცალსახა პასუხი აქვს, რომ ეს არის რაღაცა მანიაკი ჩვეულებრივი. მოკლედ რეკლამის დროც მოვიდა ამასობაში, შევისვენებთ სულ ცოტა ხანი და აუცილებლად დავბრუნდებით, გვიყურეთ, არ გადარდოთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. სამწუხარო ამბავი გვაქვს და ამ სამწუხარო ამბავთან ერთად ლაშა გააგრძელებს წარდგენასაც. მოგეხსენებათ, რომ გარდაიცვალა რამდენიმე დღის წინ დიდი ქართველი მწერალი გურამ გეგეშიძე. ნამდვილად ასე მიჩნეული ობიექტურად და ცოცხალ კლასიკოსად და მისი წიგნები, განსაკუთრებით კი ციკლი ქართლის ჭირი, აი ერთ-ერთი მეორე ტომი მაქვს ახლა თან წამოღებული, არის ნამდვილად ერთ-ერთი უნიკალური მხატვრულ დოკუმენტური მატიანე მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მისი ციკლის მეორე ტომი სისხლის წვიმები, აი ახლა ხელთ მაქვს, ეს არის 30-იანი წლების, 20-იანი 30-იანი წლების ამბავი, კონკრეტული ოჯახების ისტორია და პრინციპში მთელი ეს 4 წიგნისგან შემდგარი სერია გულისხმობს მთელ მე-20 საუკუნეს, რეტროსპექციას სრულად საქართველოს ისტორიისას და საქართველოს ისტორია არის დანახული და აღწერილი ძალიან ტრაგიკული პრიზმიდან. ძალიან დამაჯერებლად, ძალიან დიდი მასშტაბით მონუმენტალისტია გურამ გეგეშიძე. ამ რომანებში განსაკუთრებით ეს ვლინდება. ამ ციკლის რომანებს შეადგენს ხმა მღაღადებლისა, სისხლის წვიმები, ნაცრის კოშკი და სულ ახლახანს გამოსული ნათლის ქრობა, რითიც გურამ გეგეშიძემ ნამდვილად რაღაცნაირი გვირგვინი დაადგა თავის მთელ შემოქმედებას, იმიტომ რომ აწლეულების პრინციპში შეიძლება ითქვას განმავლობაში იწერებოდა აი ეს დიდი წიგნი. თვითონ დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გამომცემლობა პალიტრას, რომელმაც გამოსცა 6 ტომეული პირველი გურამ გეგეშიძის პირველი რომანების ჩათვლით, რომელიც მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს არის გამოსული, ცოდვილი და სტუმარი, ძალიან კარგი რომანებია, ძალიან საინტერესო რომანებია, ძალიან განსხვავებული იმ პერიოდის გათვალისწინებით, მით უმეტეს ახლა წარმოიდგინეთ, ხო, სოციალიზმის პიკია 50-იანი წლების ბოლოა და ძალიან ინდივიდუალური ხმა გაისმა მოულოდნელად მწერლის. გურამ გეგეშიძეს ყოველთვის ხშირ შემთხვევაში ის თვითონაც ახსენებდა და ისტორიამაც, ქართული ლიტერატურის ისტორიამაც ის ბუნებრივად დაუკავშირა გურამ რჩეულიშვილს. ისინი მეგობრები იყვნენ, რაღაცნაირად ერთად
დაიწყეს მათ ლიტერატურული მოღვაწეობა არსებობს მიმოწერაც გურამ რჩეულიშვილსა და გურამ გეგეშიძეს შორის. ისინი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. ორივე გურამ რჩეულიშვილი ბუნებრივია ცნობილია თავისი უნიკალური მოთხრობებით, გურამ გეგეშიძემაც მოთხრობებით დაიწყო თავისი მოღვაწეობა. არსებობს ესეთი გურამ რჩეულიშვილის რაღაცნაირი ამ პოეტიკისათვის თითქოს და დამახასიათებელი ესეთი შეფასებაც, რომ ყველა ჩემ მოთხრობას ერთის გარდა გავცვლიდიო შენს მოთხრობებში. ანუ ისეთი აღტაცებული მკითხველი იყო გურამ რჩეულიშვილი გურამ გეგეშიძისა და ნამდვილად არის ძალიან საინტერესო თვითონ იყო საოცრად თავმდაბალი ადამიანი ძალიან ერიდებოდა ასე ვთქვათ ჩვენ წინა გადაცემაშიც ვეუბნებოდით ხო წერლის სოციალიზაციას და ასე შემდეგ თვითონ საბჭოთა მოდელი საბჭოთა კავშირში კარგი მწერლები როგორც წესი ძალიან ერიდებოდნენ ხოლმე სოციალურ აქტიურობას იმიტომ რომ ის ვინც იყო ძალიან აქტიური ის როგორც წესი იყო აქტიური იდეოლოგიის შესაბამისად ამიტომ ან სასიკვდილო საფრთხე ან პროპაგანდისტები ან სხვადასხვა როგორც წესი ანუ ადამიანები რომლებიც ასოციალურები იყვნენ ეს იყო მათი პროტესტის ფორმაც ანუ დუმილი ეს იყო ძალიან ხმაურიანი დუმილი პროტესტის ფორმა იყო გურამ გეგეშიძეს შეიძლება ითქვას რომ აი ასეთი კატეგორიის წერლებს მდუმარე მაგრამ ძალიან ისეთი ვიმეორებ მკაფიო ხმაურიანი დუმილის აქცია ხო ამიტომ გურამ გეგეშიძეს ეს რომანები ძალიან საინტერესოა თვითრეფლექსიის და საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების თვალსაზრისითაც ამ რომანებში და ძალიან ბევრ რაღაცას გავიგებთ შენეთ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ გარდა მისი მხატვრული პლუსებისა უბრალოდ ისტორიებია ძალიან ბევრი ფაქტები არის ძალიან საინტერესოდ მოყოლილი ასე რომ კიდევ ერთხელ უსამძიმრებ ის ოჯახს და საქართველოს მაგრამ მისი ლიტერატურა თან გვაქვს და 6 ტომეული არსებობს და შეგვიძლია რომ მთლიანად გავიცნოთ საქართველოს ისტორიასაც გეგეშიძის გარდაცვალების შემდეგ გავიცნოთ ლაშა შენ ისტორია ახსენე ბოდიშინენე ჩავწა არა რას ვცადებ მე ვერ არა ისტორია ახსენეთ უბრალოდ კარგად ბმის სისტემა რომელიც ის წიგნი რომელზეც ახლა მინდა რომ გელაპარაკოთ ეს არის მანანა ქუთათელაძის წიგნი კათოლიკობა საქართველოში და ეს არის ალბათ ბოლო დროის ყველაზე სრული გამოკვლევა, ასე ვთქვათ, ჩვენი კავშირისა ევროპულ ცივილიზაციასთან, ჩვენი ძალიან ღრმა კავშირებისა კონკრეტულად კათოლიკურ ეკლესიასთან და მიმოხილულია საქართველოს ისტორია აი ამ ჭრილში, აქ არის ალბათ ყველაზე სრულად შეკრებილი მასალა ამ ძალიან საინტერესო ისტორიის და რატო არის ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვანი? სამწუხაროდ საქართველოს ისტორიის კვლევა საბჭოთა მარწუხებში რაღაცა ძალიან ცალმხრივი იყო ხოლმე და დღემდე რუსული სახელმწიფო რუსული ეკლესიის გავლენით, რომელიც სამწუხაროდ არის გაგრძელება რუსული იმპერიალიზმისა, ნერგავს იმ იდეას, რომ თითქოს ჩვენ ან მართლმადიდებლური სამყარო და კათოლიკური სამყარო ეს არის შეუწყნარებლად ურთიერთდაპირისპირებული ორი სამყარო, რაც არის ტყუილი და მე სულ მახსენდება ხოლმე, ეხლა ცოტა გადავუხვევ წიგნიდან, მაგრამ ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი 2008 წლის აგვისტოს ომი და გამახსენდა ეგრევე სახარებიდან ის იგავი, ვინ არის შენი მოყვასი, ხო? როდესაც იესო უხსნის ადამიანებს ვინ შეიძლება ჩათვალო მოყვასად და ჩემთვის არის ძალიან ცალსახა პასუხი ამაზე, მაგალითად ჩემთვის ერთმორწმუნე ვერასოდეს ვერ იქნება რუსი პატრიარქი, რომელიც რუსულ ჯარს და ბომბებს ლოცავს საქართველოს წინააღმდეგ და ჩემთვის გაცილებით უფრო ახლობელი და მოყვასია რომის პაპი, რომელიც მომენტალურად ტეხს განგაშს მთელ მსოფლიოში და მთელ მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს იმისკენ, რომ საქართველო დაიცვან და საქართველოს დაეხმარონ და ეს ძალიან ღრმა კავშირები არის და ეს სულის კვეთება, რომელიც მაშინ რომის პაპმა გამოავლინა არ ყოფილა მომენტალური, ამას აქვს ძალიან დიდი ისტორია, რომელიც აი ამ წიგნში არის მოთხრობილი. თუ რამდენი კათოლიციზმთან, აგერ უკრაინის ეკლესიის ობიექტთან მიმართებაში თვითონ განხეთქილება აქვს. მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებლურ ეკლესიებთან. კი და შესაბამისად ჩვენ ამ შემთხვევაში მე ყოველთვის ვიხრები ხოლმე იქით, რომ მოყვასისა და ერთმორწმუნეობის მაგალითი ისევ სახარებიდან უნდა ავიღოთ და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მოყვასი არის არა ის, ვინც მონობაში მიგვათრევს, არამედ ჩვენი მოყვასი და ერთმორწმუნე არის ის, ვინც საერთო იდეალებისთვის იბრძვის. ამ შემთხვევაში კათოლიკურ ეკლესიას აქვს ძალიან დიდი დადებითი ისტორია, მოდი აქ ხაზს
დაუსვავ საქართველოში. ასევე გამიგოთ რას გვეუბნება გირჩის ეკლესია. ამ პოზიციაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კავშირები და დახმარება, რომელსაც ისტორიულად ყოველთვის ვიღებდით ჩვენ რომის საყდრისგან. მათ შორის აქ არის ისტორიები, როგორ გვეხმარებოდნენ ხა კორონა მძვინვარებს და მაგალითად ეპიდემიების დროს, რომ კათოლიკე ბერები ხშირად იყვნენ ერთადერთი მკურნალები, იმიტომ რომ მათ შემოქონდათ არამხოლოდ თქვათ თავიანთი წესჩვეულებები რელიგიური, არამედ ცოდნა, მათ შორის სამედიცინო ცოდნა და აქვთ უდიდესი როლი შესრულებული საქართველოს ისტორიაში. ეს წიგნი ეძღვნება ამას. აქ არის აღწერილი ძალიან კარგი ფოტოები არის, ფოტომასალაც ახლავს თან. საინტერესო ეკლესიების, რომლებიც სხვადასხვა და მონასტრების, რომლებიც სხვადასხვა დროს ფუნქციონირებდა საქართველოში, რა როლს ასრულებდა ისინი საქართველოს ცხოვრებაში და ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, სრული კვლევაა ამ თემის, ასე რომ მე გირჩევთ, რომ გაეცნოთ და დამერწმუნეთ, რომ საქართველოს ისტორიის აბსოლუტურად სხვა ჭრილში დაინახავთ მოკლედ ამ ისტორიას. მათ შორის აქ არის მოთხრობილი კათოლიკე ბერების ღვაწლი, როგორ ეხმარებოდნენ ისინი ქეთევან დედოფალს და როგორ პრაქტიკულად მათი დამსახურება იყო, რომ ქეთევან დედოფლის ნეშტი არ დაიკარგა, როდესაც ის დაკრძალეს და შეეცადნენ, რომ კვალიც კი გაექროთ საფლავის კათოლიკე ბერებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ამოიღეს ნეშტი და ჩამოიტანეს საქართველოში. და მათ შორის ეს არის ძალიან ასე ვთქვათ უკვე აქეთ მე-19 და მე-20 საუკუნეშიც ძალიან დიდი პოზიტიური როლი. აქ ხა ნიკოლოზი რუბაკიძე კი, რა თქმა უნდა. და აქ არის მაგალითად მათ შორის ისტორიები მოთხრობილი, როგორ არ არსებობდა ესეთი ტიპის წინააღმდეგობები, როგორ დადიოდნენ ქართველი მეფეები, ვთქვათ, კათოლიკურ ღვთისმსახურებაზე, მათ შორის ქართველი პატრიარქებიც. აქ არის ანტონ პირველის ისტორიაც მოთხრობილი და რამდენად არ იყო ესეთი მწვავე დღის წესრიგში ჩვენთვის, როგორ არ იდგა ეს მწვავე ეს განხეთქილების საკითხი და პირიქით, როგორც ცდილობდნენ ჩვენი სასულიერო თუ მოღვაწეები თუ ვთქვათ სამეფო არისტოკრატია საერთო წერტილები ეპოვათ და არა წინააღმდეგობები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის ახლა მე მინდა გავუსვენო გრიგოლ ფერაძეც, რომელიც ამას ხაზს უსვამს, რომ ჩვენ უნდა ვეძებოთ ქრისტიანულმა კონფესიებმა უნდა ეძებონ არა განხეთქილების წერტილები, არამედ შეხების წერტილები, რომ ჩვენ რაღაცნაირად ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, რა თქმა უნდა. და ეს წიგნი იქნება ძალიან დიდი დახმარება იმ ადამიანებისთვის, რომ სწორად წავიკითხოთ ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ასე ვთქვათ, აი ამ კუთხით. ასევე მე მინდა მადლიერება გამოხატო ახლა კათოლიკური ეკლესიის მიმართ, რომლებიც ძალიან ბევრ ქვეყანაში, ეს შეიძლება ბევრ მარიცის, რომ ქართველები სწორედ კათოლიკური ეკლესიის მიერ გადაცემულ ეკლესიებში ახერხებენ მართლმადიდებლური წესით წირვალოცვის დაყენებას და ამ ნაწილში კათოლიკური ეკლესია ყოველთვის დიდ დახმარებას გვიწევდა ჩვენ და ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის. და მე ვისურვებდი, რომ ის წინააღმდეგობები, რომლებიც დღეს არსებობს რამდენიმე კათოლიკურ ტაძართან დაკავშირებით, ჩვენც ესეთივე ქრისტიანული რწმენით და სიყვარულით გადავწყვიტოთ და ის რაც უნდა დაუბრუნდეს ჩემი აზრით კათოლიკურ ეკლესიას, დაუბრუნოთ კათოლიკურ ეკლესიას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი. საერთოდ არა მხოლოდ კათოლიკურ ეკლესია. ხო, რა თქმა უნდა. თუმცა მე ხაზი გავუსვი იმას, რომ კათოლიკური ეკლესია როცა ჩვენ გვჭირდება, ამას ყოველთვის ასე ვთქვათ, ქრისტეს მიერი სიყვარულით უდგება და ქართველებს ძალიან ეხმარება ევროპაში ამ თვალსაზრისით. კი ბატონო, რადგან ასე ვთქვათ, კვლევის ხაზი წამოწია, მაშინ მეც შესაბამისად გავაგრძელებ და შემდეგ ნაწილში უკვე იმ დაპირებულ ბესტსელერს წარვადგენ. მოკლედ, თბილისში არსებობს ადგილი, სადაც უნიკალურ მასალას ინახავენ, ერთ-ერთი კიდევ ასეთი ადგილი და გულისხმობ ხელნაწერთა ინსტიტუტს წინვალეს ამ თვალსაზრისით, მართლაც უნიკალურს, რომელიც, რა ვიცი, აი რამდენიმე რაღაც რომ ჩამოვთვალოთ, ისიც კი საკმარისი იქნება და მნიშვნელოვანი არის ის, რომ სანამ ჩვენ ასე ვთქვათ, მოვიცლით და ან საჭიროების მიხედვით გადავწყვეტ, რომ იქ მისვლა საჭიროა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეს აკეთებენ, იმიტომ რომ გამოცემების სახით თავს უყრიან და ეს გამოცემები მოდიან, ასე ვთქვათ, ჩვენამდე, სანამ ჩვენ მივალთ იქ. ერთი თვის წინ ვიყავი კონკრეტულ ძალიან საყვარელ და საჭირო საქმეზე და იქიდან წამოვიღე ეს წიგნები გამომატანეს ასე ვთქვათ საჩუქრად და მინდა რომ გაგიზიაროთ რომ რაღაცა მადა აღიძრას ადამიანში იმის რომ იცოდეს რა უნიკალური ესე დასათვალიერებლად მისვლა არის მხოლოდ შეიძლება საკმარისიც კი რა ვიცი ჰომეროსის ოდისეა იქნება ჰომეროსი ილიადა იქნება მარჯორი ვორტროპის ფოტოები იქნება თუ სხვა უნიკალური მასალა გამოფენილიც კი არის ამას ზედაპირული თვალის მოვლებითაც კი მიხვდა
მოხსნებით, რასთან გვაქვს საქმე და საერთოდ არქივები, უნიკალური არქივები, პოეტთა, მწერალთა, არ ვიცი, ემიგრანტების იქნება ეს თუ ზუსტად აი საეკლესიო თვალსაზრისით უამრავი მასალა არსებობს და ხარისხი, რომლითაც ისინი მუშაობენ, აი ქართული ხელოვნების ხაჩორს რამდენიმე ჩვენ სხვადასხვა სეზონზე წარმოვადგინეთ ძალიან ბევრი წიგნი, მათი გამოცემული, ბიბლიაც ჰქონდა წარმოდგენილი სწორედ და აი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მაინც ის არის, რომ თან ახლავს ინგლისური, იმიტომ რომ ვიცით, რომ უცხოელი მკვლევარები ძალიან დაინტერესებულები არიან. აი უნიკალური გამოცემა არის მე რომ მკითხოთ ქართული ხელნაწერი, სადაც გარდა იმისა, რომ ინფორმაციაც არის დატანილი, სრულფასოვანი და თან ინგლისურ ენაზე, ასევე შესანიშნავი ზუსტი ილუსტრაციები და დაინტერესებული ადამიანისთვის არის. სულ ფიქრობ, რომ აი როდესაც სადღაც თავისებურია მოვიწონოთ და ზუსტად მათ ხელნაწერთა ინსტიტუტში პირველ სართულზე იყიდება ეს წიგნები, ეს უკვე გახლავთ ძველი აღქმის მინიატურები ქართულ ხელნაწერებში, უნიკალური წიგნი. მართლა უნიკალური, აი არ ვიცი, ცოტა დავიძაბე კიდეც იმდენი იმის თქმა მინდა, რა ქვია, შესაძლებელი, იმიტომ რომ შესანიშნავი ხალხი მუშაობს იქ და მე მახსოვს წარვადგინე ყველაზე საჭირო ასევე, რასაც აკეთებენ გარდა ასეთი სპეციფიურისა, ძალიან პოპულარულ ენაზე გამოცემენ წიგნებს, მახსოვს ფიროსმანი, ჯავახიშვილი და რამდენიმე წიგნი წარვადგინეთ და ახლა მინდა რომ ასევე ძალიან საინტერესო ჯაბა სამუშიას ძველი თბილისი გაგაცნოთ პოპულარულ ენაზე დაწერილი როли ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და მთავარი, იმიტომ რომ სასკოლო ასაკიდან უფროსობამდე ყველასთვის შეიძლება იყოს გასაგები. ესე იგი, აქ თავმოყრილი არის სულ პირველადი ინფორმაციები. საერთოდ ჯერ კიდევ აი არ ვიცი დანგრევების თვალსაზრისით როდის იწყება და როდის არსდება ის. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ როგორც ბევრ გაჯერებულ ტრადიციასთან გვიჭირს ხოლმე და განშორება, ასევე ვართ მიჯაჭვული თბილ წყალში ხოხობის ჩავარდნის ამბავზე და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მეცნიერული კვლევით უკვე და ადამიანებმა წლები შელიეს ამ კვლევებს და ამტკიცეს, რომ ბევრად დაძველებულია ჩვენი ქალაქის დაარსება, ასე ვთქვათ, ვიდრე ეს ამ ასევე საინტერესო ლეგენდაშია, მაინც ვერ ველევით ამ ლეგენდას და ამ დროს ვახტანგ გურგასლამდე იყო ძველია, ბევრად ძველია, ამას ამტკიცებენ, მაგრამ ჩვენ რაღაცა მაინც ძალიან მოგწონს ეს ლეგენდა და არქეოლოგიური მასალით არ ვნებდებით და მე საერთოდ ვფიქრობ, რომ ერთი კარგი კამპანიური ხასიათი უნდა მიცეთ ამას, იმიტომ რაჯობია რომ კიდევ უფრო ძველი იყოს ეს ყველაფერი, ვიდრე ასე ვთქვათ. მაგრამ აქ არის სწორედ ის პრინციპი, ხო, როდესაც ქართული რეალობა ბევრად უფრო დამაჯერებელია და ყოველთვის კი არიანია ვიდრე ისტორია. კი, ამიტომაც ყოველთვის წერალი მეცნიერი ყოველთვის არიან ასე ვთქვათ ამ ჭიდილში შესულები. რატომ არის ეს წიგნი ძალიან წერლები ვუგებთ. ფაქტია. ხო, ამ ლოგიკას თუ გავყავით, კი. მოდელი ხშირად კი ბატონო, იმიტომ რომ ხო, შეიძლება მეცნიერის მტკიცებულება ასევე უგულებელყოფილი იყოს და ვთქვათ აბსოლუტურად დამაჯერებელი. კაცობრიობის რამდენი თაობა ფიქრობს, რომ კარდინალი რეშელია არის ერთვის შედომდათ არა პოზიტიური მოვლენა ნეგატიური პერსონაჟი დამსახურებით ზუმბას იმდენად დამაჯერებლად აქვს მოყოლი რომ მე დღემდე არ შემიძლია ვირწმულო სხვა ვერსია უბრალოდ სულ ეგ მახსენდება სულ ზუმბას ვერსია ხედავთ კიდეც ძველ ფოტოებს და რატო არის ეს გამოცემა მნიშვნელოვანი ამას ვამბობდი იმიტომ რომ გარდა იმისა რომ რაღაცნაირად არქიტექტურულ თუ ასე ვთქვათ რაღაც ძალიან დამაჯერებელ ფაქტებზე დაყრდნობით გვიყვება ურბანული განვითარების ეტაპებს ასე ვთქვათ ისეთი უნიკალური ქალაქი არის თბილისი ამ პერიოდში ამას ვამბობ რომ ხო ეს სულ დასაწყისიდან მე-19 საუკუნემდე ასე ამის თქმა დამავიწყდა ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ თავის ესთეტიკით კვების კულტურით ასე ვთქვათ და ქალაქი რომელსაც ასე ორგანულად და ნამდვილად შექმნა თბილისმა ეს მოდელი რომელსაც ამდენი კულტურა ჰქონდა ასე ვთქვათ შეწოვილი ხო მულტიკულტურული თუკი დღეს რომელიმე ქვეყანა ასე ვთქვათ დაიბრალებს და ასე ვთქვათ ხელოვნურად შექმნის ამას ჩვენ აბსოლუტურად ორგანულად ჰქონდა ეს და ამ ხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალურად არის მოყოლილი მაგალითად ის რომ რაღაცა წყლით მომანაგება იყო პრობლემური ამიტომ ეს თულუხჩები ცნობილი რომელსაც ეს თულუხებით მეც კი მაქვს სახში დაქონდათ ეს წყლები როგორ თბებოდა ქალაქი ხო საიდან მოქონდათ ეს გასათბობის საშუალებისთვის საჭირო მასალა საკვები გავრცელებული საკვები მაგალითად ბრინჯი ძალიან პოპულარული როგორც ტკბილი ასევე არატკბილი ჩაცმის სტილი ხო ძალიან ასევე შერეული კულტურით ნაკარნახები იქ რაღაცა ოსმალური კაბა იყო და სხვა შორის ძალიან
მნიშვნელოვანია ასევე რომ ესე კონტრასტი იყო, იმიტომ რომ ასე ვთქვათ ვაჭარის ტანსაცმელი და კიდევ სხვა იმის როგორი განსხვავდება, მაგრამ თითქოს უნიფორმასავით იყო და დღეს როგორი საინტერესო შეიძლება ეს იყოს ნებისმიერი მხატვრისთვის იგივე ხო? აი კოსტიუმების მხატვრისთვის ეს რაღაცა ძალიან გამოხატული და ძალიან აქცენტირებული. რა თქმა უნდა ეს ყველა როგორი ლამაზი არის. აი ნახეთ პარიში რაც მოგწონს შენ ქონდა დღეს რაც მოგწონს ადრე იყო. იმიტომაც ეძახდნენ ხო აღმოსავლეთის კავკასიის პარის. კი და აბსოლუტურად აი შეხედე ხა შეხედე რა სილამაზეა. ალექსანდრე ჯუმას შტაბ-შტილებები თქვა კავკასიაში ხო მის წიგნში თბილისზე რამდენი კი მე ეს დღეს აღარა გვაქვს და მაშინ როგორი ის იყო ხო ეს თევზი ძალიან განვითარებული და პოპულარული იმ თვალსაზრისით და ეს თევზის ჭერის ამბავი და უამრავი ძალიან საინტერესო ფაქტი იმის როგორც შექმნეს ესეთი მიმზიდველი ქალაქი თავის დროზე და მე ვფიქრობ რომ როდესაც ქალაქი არის ისტორიული თვალსაზრისით ასეთი მნიშვნელოვანი ხო სწორედ ამ ქალაქში არის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო სად რა დაიდგმება იმიტომ რომ არის ალბათ ქალაქები სადაც ერთი დამატებითი კორპუსი შეიძლება არაფერს არ ცვლიდეს შეგნებულად არ დავასახელებს რომ კონკრეტულ ქვეყანას მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი გამოკვებილია და ფაქტიურად არ გათხრილა არც ერთი მონაკვეთი დიდუბე იქნება ეს თუ ძველი თბილისი სადაც რამე არ აღმოჩენილა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამის შენარჩუნებას და რა ვიცი რაღაცნაირად ახალი თითქოს მოსაგონებელი არაფერი არ არის არსებობს ეს როგორც კულტურული თვალსაზრისით ასევე აი ამ და მნიშვნელოვანი ეს და ყველაზე მთავარი ალბათ არის ის რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელნაწერის ისტორია იქნება ის თუ ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ნებისმიერი ეგზემპლარი და თბილისის ისტორია არის პირდაპირ იმტკიცებულება იმისა რაზეც ჩვენ ასე ხშირად საუბრობთ რომ კავშირი ევროპასთან და ევროპულობა ამიტომ ევროპულობა იმ გაგებით რომ როდესაც შენ ასე შეგიძლია გაითავისო ეს კულტურები რა თქმა უნდა არის უმნიშვნელოვანესი იმიტომ კულტურებთან ერთად ცხადია ხდება თუმცა დღეს სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ ხო საპირისპიროს ვაკეთებთ რაც იყო ამას მიმართებაში თქვა განსაკუთრებით ისტორიულ ცენტრთან მიმართებაში მუდმივი პირდაპირ მნიშვნელობით დაპირისპირება იმ კულტურულ მოდელთან ისტორიულ მოდელთან რომელიც მახასიათებელი და საფუძველი იყო თბილისისათვის აი ეს ახალი აღმოცენებული საშინელი ბეტონის სიმახინჯეები ეს სოკოები ვით აღმოცენებული მართლაც ამას წინადად სოლოლაკში გავიარე და რაღაც ახალი გოდოლი დავინახე წამოჭიმული რომელიც მე მგონი სწორედ ის რაღაც ლეგენდარული და რო არსებობს და რატო უნდა და რაღაცა ნაირსახეობის ბარი ხոշოში რაღაც დასა ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ სამწუხაროდ თბილისი ასე ვთქვათ თბილისის თავისი ბუნებრივი განვითარების რელსიდან გადაიყვანა ბოლშევიზმმა როგორც ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამე და დღეს უკვე აი მაგის შედეგებს ვიმკითხრო და ყველაფერი არის ურთიერთკავშირში რა მოდი პირდაპირ ვთქვათ იმის გამო რომ ქვეყანაში საერთოდ არ გვაქვს თუ ძლიერი თვითმმართველობა თბილისი სულ უფრო და უფრო ხდება ასე ვთქვათ ერთადერთი ცენტრი სადაც ადამიანები უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოილტვის და გამორბის თავისი ბუნებრივი ადგილიდან და შესაბამისად ჩვენ ვხედავთ იმას რასაც ვხედავთ ამისი ერთადერთი სწორი გზა არის რეალური თვითმმართველობის ხო და შესაბამისი ადამიანები უნდა იყურებოდნენ ამ ტიპის წიგნებში საინტერესო და მსუბუქი საკითხავი როა თან გამოუყვები ციხე ქალაქების დაწინაურება პიტიახშების დროინდელი თბილისი ყველაფერი არის ასე მოკლედ ოქროს ხანა იქნება ეს თუ რა ვიცი. ის უნდა იყოს გააზრებული, ეს ნიშნავს იმას, რომ წარსულის გამოცდილება როგორ შეიძლება რომ აისახოს იმ გეგმაში, როგორ ხედავს, რა თქმა უნდა. ეს ქალაქი დღეს ეს პრობლემაა. გამოწვევა რა არის და მაგალითად თელავში არის ესეთი ისტორიული გიგოს გორა, სადაც სამწუხაროდ ბოლშევიკები ხრედნენ ადამიანებს და ეს მაგრად აქ მოყოლილი ზაირ არსენიშვილის თავის წიგნში რომელიც მე წარვადგინე ვასოფელოში და არის თელავში ერთი ძალიან საინტერესო კაცი თენგო სიმაშვილი პროფესორი რომელიც იკვლევს ამ პერიოდს და თენგო ითხოვს რომ აქ გაკეთდეს ერთგვარი მემორიალი მაგრამ ეხლა როგორც გავიგე აღმოჩნდა რომ იქ რაღაცა ინტერესები არსებობს და ვიღაცები ცდილობენ კორპუსის ჩაჭრას. გამიკვირდა არა, გაუბრაზდი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი სამწუხაროდ არის ზუსტად იმის შედეგი, რომ თვითმმართველობები არ არის ძლიერი წინააღმდეგ შემთხვევაში თელავში. გააზრებული რო არა გაქვს საერთოდ. გააზრებული ვერ გექნება, იმიტომ რომ ხა ცენტრში ვიღაც ტიპებს, რომ საბოლოო ჯამში რეალობა ეს არის, რომ თელავის ზევით ტყე რო არის, ის ტყე ჩვენი არ არის. იქ შეიძლება რაღაც ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტრომ რაღაც ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელსაც ადგილზე არავის არ ეკითხება და ეგ იწვევს მე ამ სიგიჟეებს და არასოდეს არც ერთ ხელისუფლებას არ ეყო იმისი გამბედაობა თუ ძალა თუ რავი საღი აზრი რომ
თვითმმართველობა იყოს მართლა თვითმმართველობა და ადგილზე ადამიანი რო ცხოვრობს თავის გარემოში თვითონ მიიღოს ეს გადაწყვეტილებები, ხო? ეგ არის ძალიან ჩემი აზრით თავარი გამოწვევა, რომელსაც წინ გვაქვს, რომ უნდა უპასუხოს ახალ ის პასუხისგებლობის კუთხით, ხო? საერთოდ ნუ თბილისთან მიმართებაში და საერთოდ სხვა ქალაქებთან თბილისი განსაკუთრებით მსხვერპლია, აი ამ რაღაცა სრული ურბანისტული და თბილისიც მაგინებების, ხო? მოდი რეკლამის მერე გავაგრძელოთ ამაზე მე ბევრი მაქვს. და კიდევ ერთხელ მადლობა ხელნაწერთა ინსტიტუტს ამ საქმისთვის, რომელსაც აკეთებ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ერთი მნიშვნელოვანი წიგნი უნდა წარვადგინო, რომელიც გამოცემობა არეტემ ასეთი აუცილებელი საკითხების სერიაში წარადგინა. იმიტომ რომ პირველ რიგში იმიტომ რომ ეს გახლავთ ბესტსელერი, რომელიც 2001 წელს დაისტამბა, მაგრამ ძალიან მალევე გაცდა ესპანეთსაც და მთელ მსოფლიოს მოედო. ეს გახლავთ წიგნის სახელწოდებით ქარის ჩრდილი, რომლის ავტორიცაა კარლოს რუის საფონი. ამბავი ასეთი არის, რომ მაგალითად გარდიანის ჟურნალისტმა ეს წიგნი შეადარა მატრიოშკას პრინციპს, იმიტომ რომ ესაა წიგნი წიგნში და კიდევ წიგნში და ასეთი წყობა, როდესაც სიუჟეტში კიდევ სიუჟეტია და იმაში კიდევ ეს რაღაცა ერთგვარი ტერასული წყობა. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს წყობა და ამ წიგნის ასე ვთქვათ ერთგვარი ენიგმური ღიმილი არ ყოფილა საინტერესო იმდენად რამდენადაც რაც ყინულის ქვემოთ არის შეიძლება ასე ვთქვას, იმიტომ რომ ეს რაღაცა პოსტმოდერნისტული თამაშიც კი არა, უკვე კლასიკად ქცეული ამბები, მე ვფიქრობ რომ ფორმა მისაზიდით ძალიან, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ყინულის ქვემოთ არის ორი ბარსელონა, ომამდე და ომის შემდგომი ბარსელონა და ადამიანები ამ ქალაქში. პატარა ბიჭის ისტორია, რომელიც ჩვენ თვალწინ გაიზრდება შემდეგ 10 წლის დანიელი, რომელიც ბარსელონაში ერთ-ერთ ასე ქვია, დავიწყებული წიგნების სასაფლაო, ასეთ ადგილას აღმოჩნდება, სადაც ყველა შეუძლია რომ თითო წიგნი წაიღოს სამახსოვროდ. ის სწორედ მამასთან ერთად აღმოჩნდება ამ ადგილას. მამა, რომელიც სანტა-მარიას ქუჩაზე ფლობს თავის ბუკინისტური წიგნების მაღაზიას, პატარა წიგნების მაღაზიას, მამას ერთად აღმოჩნდება და იქ ძალიან საბედისწერო წიგნს მოკიდებს ხელს შემთხვევით და ეს აღმოჩნდება სწორედ აი ამ სათაურის, ამიტომ წიგნი წიგნში, ქარის ჩრდილი, კარაქსის წიგნი და აქედან იწყება მთელი თამაში. თამაში მდგომარეობს იმაში, რომ ეს ბიჭი ისეთი შეპყრობილი ხდება ამ წერლით, რომ იწყებს მისი ცხოვრების კვლევას, ხდება ადამიანებს ვინც შეიძლება მას ასე ვთქვათ კონტაქტი ქონოდათ მასთან, ძალიან ესე თვალთახედვის ქვეშ აღმოჩნდება ბუკინისტების მიერ, იმიტომ რომ აღმოჩნდება რომ ეს წიგნი არის ერთადერთი ეგზემპლარი, ერთადერთი ასლი დაწვას გადარჩენილი ამ ავტორის წიგნებისა. ამბავი არის ესეთი, რომ როდესაც ამ ავტორს ასე ვთქვათ დიდი პოპულარობით შეიძლება არ სარგებლობდა, მაგრამ ის ადამიანები, ვინც იმ წიგნს კითხულობდნენ, აი ამ ქარის ჩრდილს კითხულობდნენ, ძალიან უცნაურად წარიმართებოდა ხოლმე მოვლენები. ამიტომ ეს რაღაცა ენიგმური ამბები განაპირობებს ასე ვთქვათ 10 წლის დანიელის ცხოვრებას, რომელიც როგორც ვთქვით, ჩვენ თვალწინ გაიზრდება და სასიყვარულო ისტორიები იქნება ეს თავგადასავალი ძალიან მნიშვნელოვანი და ის აიგივებს თავის თავს ამ ავტორთან, აიგივებს იმიტომ, რომ ომამდე ბარსელონა და ომის შემდგომი და ჩემთვის საერთოდ შესაძლოა ეს ერთგვარი მეტაფორაც იყოს ეს მივიწყებული სასაფლაო, სადაც ასე ვთქვათ ტურის ქვეშ მიგდებული წიგნი, როგორც ადამიანი, რომელიც ასეთი მიგდებულია ხოლმე ომის დროს და ხო, სიცოცხლეს როდესაც ფასი არ აქვს, შეიძლება ასე ითქვას, პატარა ბიჭი როგორ ჩაბერავს სულს და როგორ იწყებს ასე ვთქვათ ამბობს. ამბავი არის ისიც, რომ იმ წიგნიდან ერთი პერსონაჟი გადმომხტარია და თუ რომელი რეალურ ცხოვრებაში და თუ რომელი ამას კითხველი თავად აღმოაჩენს და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ომამდე ადამიანი, რომელიც მაგალითად იყო პირდაპირ გაგებით მკვლელი და მწამებელი, მეორე მსოფლიო ომზეა, ხო, ბატონო, და შემდეგ უკვე მეორე პერიოდში როგორ მოგვევლინება პოლიციელად და როგორ თქვა ამყარებს წესრიგს და ეს ხო ფრანკოს დროინდელი ესპანეთი რეალურად ეს დიქტატურა
კოლაფსი, ძალა გამოცდილი ადამიანები, რომლებიც წიგნებს შეიძლება საერთოდ არც კითხულობენ, მაგრამ აი რაღაც ამ წიგნებში პოულობენ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ წიგნში ამ პერსონაჟების სიმძაფრე, შეიძლება ასე ითქვას, მძაფრები, ძალიან დასამახსოვრებლები, ისინი ვინც მსხვერპლი არიან, როგორც ცხოვრობენ ერთ ქალაქში, სადაც ყველა კედელი მეტაფორულად დანგრეული თუ რეალურად დანგრეული, ასე ვთქვათ, საუნდტრეკად დასდევს ამ ფილმს, ამ წიგნს, იმიტომ რომ ყველგან ისმის აი ეს ქალაქის ხმა, რომელსაც ასე ვთქვათ, ეს ცენტრალური ჩვენი გმირი, დანიელი, ასე ვთქვათ, ისრუტავს ორი ბარსელონის ამბავს და იცით არის ამ წიგნზე ასევე დაწერეს ის რომ ჟანრთა, ასე ვთქვათ, სიუხვეა, ასე ვთქვათ, ხო, ერთგვარად თრილერი შეიძლება იყოს, რაღაცა სასიყვარულო ისტორია არის, საგაც უწოდეს და ასევე ითქვა ისიც ერთის მხრივ კრიტიკულად, რომ რასაც დასაწყისში გვპირდება ავტორი, ბოლოსკენ თითქოს იმედით სრულდება, მაგრამ მე მაინც გირჩევდით აუცილებლად წაიკითხოთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ესეთი ცნობილი ბესტსელერი გახლავთ, არის ძალიან კარგი თარგმანი და ვისაც ვთქვათ ის ლიტერატურაში თამაშები უყვარს, ასე ვთქვათ, და რის გამოც ასე ვთქვათ, წამოიწყებს ხოლმე ტექსტთან და პერსონაჟებთან გამზადებული, ასე ვთქვათ, თამაშისთვის ეს ყველაფერი და მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები, რომლებიც, როგორც გითხარით, ერთად ცხოვრობენ ერთ ქალაქში, მსხვერპლი იქნება ეს თუ მოზალადე, ასე რომ მადლობა არეტეს, რომ მიმდინარე პროცესების იმაში გვამყოფებენ ყოველთვის და მნიშვნელოვანი არის, რომ ეს წიგნიც დაისწრება. თვითონ ეს დისკურსიც, კონფლიქტის, თქვათ, ესპანურ ლიტერატურაში ყოველთვის ძალიან აქტუალურია. აი ეს 30-იანი წლების მიწურულის ეს კონფლიქტი რესპუბლიკელებსა და ფრანკოისტ ფალანგისტებს შორის დღემდე გრძელდება რაღაც კუთხით მიუხედავად იმისა, რომ დასრულდა, აი ეხლაც კი სულ რაღაც 2-3 თვის წინ ფრანკო გადაასვენეს თავის, ასე ვთქვათ, აი ამ საერთო სასაფლაოდან, რომელიც მისივე დროს იყო, ასე ვთქვათ, თითქოს და შერიგების აქტი უნდა ყოფილიყო, ხო, სამოქალაქო ომის მსხვერპლთათვის, ანუ რესპუბლიკელებიცა და ვთქვათ, მათთან დაპირისპირებული ფრანკოს მომხრეებიც ერთად იყვნენ და არიან კიდე დაკრძალულები, მაგრამ ფრანკო თვითონ ძალიან უცნაური დიქტატორია. და დღესაც კატალონიის საკითხი და თქვათ, აი ამ ცენტრთან დაპირისპირების საკითხი და პრინციპში ეს სეპარატისტული მოძრაობები კატალონიისა რაღაცნაირად ირიბად გამოძახილია იმ პერიოდისას. თუმცა დღეს უკვე სხვა კონტექსტით და პრინციპში ესე ძალიან საინტერესო ამბავია. თვითონ ლოსაც კი ჩართული იყო, მოგეხსენებათ, სულ რაღაც 2-3 წლის წინ ამ ამბებში. ფრანკო მართლა ძალიან უცნაური დიქტატორია, მრავალჯერ ტრანსფორმირებული და ადაპტირებული სხვადასხვა კონტექსტში. აქ არის ერთ-ერთ გმირს რაღაც ახალი ამბავი მაქვს. რა იყო ფრანკო მოკტავა ესე კი? ხო, იმიტომ რომ ფრანკო იყო მართლა თითქმის მთელი საუკუნე და ფრანკოს მოდელი იყო ის თუ ხუან კარლოსის და შემდეგ მონარქიის აღდგენაც, მიუხედავად რომ თვითონვე მე შემდეგ დაუწყო მაინც ხუან კარლოს, ანუ თავისივე დასმულ, ხო, სოთ კონფლიქტი და შემდეგ აი ეს პუჩი ფრანკოისტების ხუან კარლოსის შემდეგ, სწორედ ხუან კარლოსმა შეინარჩუნა შემდეგ ეს დემოკრატია. ძალიან საინტერესო დიქტატურა. ასეთი ტიპები ყველაზე საშიშები არიან. გველგესლასავით არც ფერი აქვთ, არც სინდისი. საკმარისი ომი დაიწყოს, ყველა ხრელიდან მოძრებიან, მშვიდობიან დროს კი ნიღაბი უკეთია. ფრანკოზე. ხო, ცხადია და ძალიან ბევრი პარალელი ხომ როგორც ჩანს საერთოდ. შიშებით ძალიან გავართ ყველანი ერთმანეთს, მთელი სამყარო და განსხვავებები არის. განსხვავებები ალბათ მაინც არის ლიტერატურაში, კულტურაში და ხელოვნებაში, მე ასე ვიტყოდი, თორე ჩვენს გვეშინია და სხვებსაც ეშინიათ. კი და ხშირად პოლიტიკური პროცესები იმის მიხედვით მიმდინარეობს ხოლმე, რა შიშები გამოიარე. თუ არ ვცდები, ანდრაშაიო არის ერთი კონსტიტუციონალისტი და ის ავითარებს ეს თეორიას, რომ კონსტიტუციები ყოველთვის იწერება იმ შიშებზე დაყრდნობით, რომელიც საზოგადოებას მათი დაწერის მომენტისთვის ჰქონდათ და აქვთ, ხო. ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებას თუ გადავხედავთ, რაღაცნაირად არის ეს დავიჭერთ ამ კორელაციას, ასე ვთქვათ. სხვადასხვა დროს, როგორ საპირისპირო მოდელის განვითარებას ვცდილობთ ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე კაცობრიობა მაჩვენა, რომ ყველაზე სწორი მაინც ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფს ხელისუფლებების ცვლას და ქმნის ინსტიტუციონალურ წესრიგს და დღესაც ამ გზა გასაყარზე ვდგევართ, როცა წელს უკვე რაღაცნაირად უნდა ავირჩიოთ საქართველოს განვითარების
ვეღარ ჩამოვიდნენ. შემდეგი ბედი რა იქ. ის გამო მე რა ვხნათ. ხო, ეგ არჩევნებს თუ ბევრი საფრთხის წინაშე აღმოჩნდით ერთდროულად, მოკლედ აქედან კორონა გვიტევს, იქიდან არაფორმალური მმართველობა და ამ ყველაფერს რაღაცნაირად უნდა უპასუხოთ. მე ერთი ძალიან საინტერესო წიგნი მაქვს მოტანილი, მე ვიტყოდი ჩემთვის ძალიან ლეგენდარული ავტორის, ეს არის ტონი მორისონი, ნობელის პრემიის ლაურეატი, პულიცერის პრემიის ლაურეატი, პირველი შავკანიანი რედაქტორი ქალი, რომელიც მოღვაწეობდა დიდ ლიტერატურულ ჟურნალში და რომელმაც მე საკუთარი კარიერა შექმნა. ქალებზე ბევრი ვილაპარაკეთ და მოდი დავაანონსებ ბარემ აქვე რომ ხვალ 3 საათზე ხო არ მეშლება 8 მარტს 3 საათზე ფილარმონიასთან არის სოლიდარობის აქცია ქალების და ყველას ქალები ფემიციდის წინააღმდეგ, ქალთა მოძრაობის ხო პერფორმანსი და მე ყველას მოვუწოდებ რომ შევუერთდეთ სქესის მიუხედავად, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ის შემთხვევა როცა მგონია რომ კაცებით სოლიდარულები უნდა ვიყოთ ცალსახად და არა, კაცები უფრო მეტნი უნდა იყვნენ ხვალ მე რომ ხო, ასე რომ ყველას მოგიწოდებთ რომ შევუერთდეთ და ტონი მორისონი არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალი მწერალი, ძალიან ღრმა მწერალია, მოდი ესე ვთქვათ, წიგნს ქვია ქებათა ქება სოლომონისა და იგი ერთდროულად ეხება რამდენიმე თემას. ერთ-ერთი და ცენტრალური თემა, მოდი ესე ვთქვათ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც სიუჟეტურად ასე ვთქვათ, ავითარებს ამ წიგნში ავტორი. ეს არის რასიზმი, რასიზმის პრობლემა ამერიკაში. ამ წიგნში არის მოთხრობილი ერთი ოჯახის ისტორია. მეიკონ დედის და აქ არის აღწერილი პერიოდი, როდესაც შავკანიანები თავისუფლებიან მონობიდან და ისინი იწყებენ ერთგვარად თვით გამორკვევას. ყველა შავკანიანს აქვს გვარი, რომელიც მიანიჭა წინა მონათმფლობელმა. მეიკონ დედის შემთხვევაში კი ეს სახელი და გვარი იბადება ბიუროკრატის დაუდევრობით, რადგან მას არ აინტერესებს, იმდენად არ აინტერესებს ადამიანი, რომელსაც არეგისტრირებს, რომ აერევა ერთმანეთში დაბადების ადგილი და სახელი და ასე შემდეგ და ეს უცნაურ სახელს და გვარს მიიღებს. ეს არის მეორე თაობა და მესამე თაობა მეიკონ დედის, რომელსაც მილკმენს ეძახიან, ამ მილკმენის ისტორია, მერძევის ისტორია. მამიდას ჰქვია პილატე, იმიტომ რომ ბაბუამ დაარქვა პილატე ბიბლიიდან, წერა-კითხვა არ იცოდა და ერთ-ერთი სიტყვა ცხოვრებაში რაც დაწერა იყო ამოწერა ბიბლიიდან სახელი და მიუხედავად იმისა, რომ ეუბნებოდნენ, რომ პილატე არ დაარქვა შვილსო, ის ჯიუტად დაარქმევს. შემდგომში ეს პილატე ამ თავის მამის დაწერილ ამ ერთ სიტყვას საყურედ აქცევს, პატარა იმას გააკეთებს, რა ქვია, ჩასადებს და ყურზე კიდია მთელი ცხოვრება. ეს არის ძალიან უცნაური პერსონაჟები, ძალიან უცნაური პერსონაჟებით მოთხრობილი ამბავი, ამბავი იმისა თუ როგორ რთულ კვალს ტოვებს რასიზმი და როგორ არ მთავრდება ამ პრობლემასთან ბრძოლა იმით, რომ ჩვენ უბრალოდ ადამიანები ქაღალდებით გავათავისუფლეთ. სინამდვილეში უფროს მეიკონ დედის კლავენ, იმიტომ რომ მან წერა-კითხვა არ იცოდა, რაღაც საბუთზე მოტყუებით მოაწერინეს ხელი, თუმცა როდესაც მისი შვილიშვილი იწყებს ერთგვარად ძიებას საკუთარი გვარის ისტორიის, ოღონდ რეალურად თითქოს ის ეძებს განძს, მაგრამ ამ განძის ძიებაში მიადგება თავისი მამის და ბაბუის იმ ადგილებს, სადაც მისი ბაბუა ცხოვრობდა და აღმოაჩენს, რომ იმ ქალაქში ეს მეხსიერება დარჩენილი არის მის ბაბუის შესახებ, რომელმაც ყველაზე მაგარი ფერმა გააშენა და ეს ბიჭი ხვდება მათ შორის იმ სახლში, სადაც ცხოვრობდნენ ის თეთრკანიანები, რომლებმაც ბაბუა მოკლეს და ფერმა წართმეს და რომელ სახლშიც იმალებოდნენ მისი მამა და მამიდა. იმიტომ რომ მათ მოკლასაც აპირებდნენ და იქ მოსამსახურე შავკანიანმა ქალმა შეიფარა და ეს ბიჭი ხედავს აი ამ უსამართლო ოჯახის უკვე განადგურებულ ნაკვალევს და უფრო და უფრო ღრმად მიყვება თავის ფესვებს ამ ვითომ განძის ძიებაში. საბოლოო ჯამში ჩადის ადგილას, სადაც ვეღარ არკვევს ვერაფერს თითქოს და ბავშვები მღერიან, აი საბავშვო გათვლები რო არის ხოლმე ესეთ ლექს და აი ამ საბავშვო გათვლაში აღმოაჩენს, რომ არის ჩადებული ეს მეხსიერება, სინამდვილეში ეს ლექსი მოუთხრობს მის ძველ წინაპარზე, სოლომონზე, რომელიც გაფრინდა. მოკლედ ეს არის ძალიან ესეთი გადატანითი, ბევრი სიმბოლოთი დატვირთული ტექსტები, რომლებიც თითქოს მეორე შრეში ბიბლიური ისტორიას იმეორებენ, მაგრამ ამავდროულად ეს არის რეალისტური ისტორია, რეალისტური ამბავი იმაზე თუ რა ღრმა კვალს ტოვებს რასიზმი და რამდენად დიდი პრობლემა
პრობლემაა რასიზმი და ზოგადად სიძულვილი, მათ შორის აქ არის იმაზეც ლაპარაკი თუ როგორი უსარგებლო არის სიძულვილის წინააღმდეგ ძალადობით ბრძოლა, რომ ძალადობა მხოლოდ ძალადობას შობს და რომ ამ ძალიან მძიმე გამოცდილებიდან თავის დახსნის ერთადერთი რეალური გზა არის მაინც ადამიანების მიერ ერთმანეთისკენ მიმავალი გზების ძიება. მოკლედ მე ყველას ვურჩევ, რომ ეს წიგნი წაიკითხოს და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ესეთი ყველაფერი წარმოდგენა. წაიკითხეს. კარგია. არა, მე არ მოვყევი ისეთი რაღაცები, რაც ასე ვთქვათ, დაასპოილერდათ, ძირითადი ღერძი მოვყევი, მაგრამ ეს არის. ხო, მე რატომ მიმაჩნია მნიშვნელოვნად ამის წაკითხვა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ხოლმე ეს ყალბი განცდა, რომ ჩვენთან რასიზმი არ ყოფილა. რასიზმი არ ყოფილა იმ გაგებით, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში ძალიან ჩაკეტილები ვიყავით, როდესაც ეს პრობლემა მძვინვარებდა სხვა ქვეყნებში, მაგრამ ჩვენ რასიზმის პრობლემა გვიდგას დღეს. მასალა არ დაგვლევია, მე მგონი. მასალა არ დაგვლევია, სამწუხაროდ რასიზმის პრობლემა დღეს გვიდგას საქართველოში, იმიტომ რომ დღეს დაიწყო ჩვენი ურთიერთობები, ასე ვთქვათ, სხვა კულტურებთან, სხვა ეთნოსებთან ქვეყანა გაიხსნა და ამ რასიზმის 90-იანების დასაწყისშიც ჰქონდა, რასაც ჩვენ არ გვყვარს ამის გახსენება და ძალიან მნიშვნელოვანია 80-იანი წლების ბოლოს. როდესაც სხვა ნაციონალობების წარმომადგენლებს ძალიან შეეშინდათ რბილად რომ აქ არსებული ვითარების და ბევრმაც დატოვა საქართველოს. ამას ჩვენ არ ვიხსენებთ ხოლმე და ეს ისეთი ვრცელი თემაა და მე შეგვიძლია საუბარი, რომ ამაზე საუბარი მნიშვნელოვანია. კი, ამაზე საუბარი მნიშვნელოვანია და ამაზე წაკითხვაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს პრობლემები არსად არ მიდის და ჩვენ გვაქვს ეს გასააზრებელი, ჩვენ დღეს გვაქვს. დღესაც არის. სხვადასხვა ფორმით ყოველთვის სხვადასხვა და აი კორონავირუსმაც კი აჩვენა პანიკაში ჩავარდნილი ადამიანები, როგორ პირდაპირ ეს მომენტალურად გამახსენდა ის სცენა, რომ მატარებელში ჩინელები რო ავიდნენ და ადამიანმა დააცემინა და მატარებელი რო გაჩენა. იცი, ასეთი შემთხვევები სხვა ქვეყანაში იყო და საერთოდ ადამიანი ყველგან ადამიანია და თუ მოძულე და მოძალადეა სხვა შემთხვევაშიც ასე მოიქცა. რა თქმა უნდა, მე არ ვთვლი რომ ეხლა ჩვენი რაღაც განსაკუთრებული ნიშანთვისება, თუმცა ეგეც უნდა გვახსოვდეს, რომ რასიზმი, ქსენოფობია ეს რაღაცები არ არის, რასაც ერთხელ ამარცხებ და ის აღარ მოდის, ეს საფრთხეები ყოველთვის არსებობს და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ყველას ვურჩევ, რომ ეს წიგნი წაიღოს. ჩვენ განსხვავება ის არის, რომ ამ ტიპის პრობლემამ შეიძლება სხვა ქვეყანა შემდგარი და დიდი დააზარალოს ხო და ჩვენ შეიძლება უბრალოდ დაგვანგრიოს, იმიტომ რომ ასეა ეს. უნდა დავასრულოთ. გარკვეულ პერიოდში დაგვანგრია კიდეც. კი, უნდა დავასრულოთ ჩვენი გადაცემა და მომდევნო შაბათამდე დაგემშვიდობოთ. მადლობა რომ გვიყურეთ, ცოტა სევდიანები ვიყავით, მაგრამ იმედი გვაქვს რომ მაინც რაღაცა სარგებელი მოუტანეთ ამ ეთერით ჩვენ მაყურებელს. მადლობა რომ გვიყურეთ.